დრო ამოიწურა. აშშ ექვსა და ირანს შორის მემორანდუმს ვადა გაუვიდა. ომის დასრულების შეთანხმება არ არსებობს. რა გასაკვირია? ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში ხვდება ჰამასის დელეგატებს. იმ დროს, როცა ისრაელის ჯარისკაცები ღაზას ფრონტზე ამბობენ, რომ ტერორისტები იყენებენ ძალის გამოყენების წესებს და ცდიან ცეცხლის შეწყვეტას, ჩვენ ისევ უყურებთ კიდევ ერთი 7 ოქტომბრის გამაფრთხილებელ ნიშნებს და ისევ ვუგულებელყოფთ მათ. და უკეთესი ამბავი. ღაზისკენ მიმავალი ფლოტილია კიდევ ერთ დაბრკოლებას წააწყდა. პირდაპირ მნიშვნელობით. კვლავ მოგესალმებით ყველას ჩვენს იერუსალიმის სტუდიაში, კვადრატში, ჩემს შესანიშნავ პანელთან ერთად. დღეს საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. 60 დღე ვინ იფიქრებდა? სინამდვილეში ვერც კი მახსოვს, როდის დაიწყო დროის ათვლა, როდის შეჩერდა. დაიწყო თუ არა ისევ 2 კვირის წინ, ან 1 კვირის წინ, ან ეხლა იწყება. თავარია რომ ეს დრო დღეს ამოიწურა. რას ნიშნავს ეს? მართლა კარგია ის, რომ დონალდ ტრამპი დროს აჭიანურებს და ეკონომიკურად აღჭობს ისლამურ რესპუბლიკას. ხალხი ნამდვილად დეფიციტს და სირთულეებს აწყდება. და შეიძლება მალე ვეღარ შეძლონ თავიანთი ჯარისკაცების ხელფასის გადახდა. თუ ისინი ჩვენთან დროს იგებენ ჰორმუზის სრუტის გამო. ტრამპი უბრალოდ შუალედურ არჩევნებს ელოდება, როგორც მე მგონია. და მერე რა მოხდება? ემილი, რა ხდება ირანში? და ნიშნავს რამეს ის, რომ ეს 60 დღიანი მემორანდუმი იწურება? არა. არ ვფიქრობ, რომ რამეს ნიშნავს. ვფიქრობ, თავიდანვე არაფერს ნიშნავდა. აშკარად ტრამპი გროს იგებს. ასევე ვფიქრობ, რომ ეს ალბათ შუალედური არჩევნების გამო ხდება. მე მაინც უარყოფ ამას, ანუ მაინც არ ვფიქრობ, რომ ეს მისაღების აქციელია, მიუხედავად იმისა, რომ მესმის. მაგრამ ირანში ახლა ეკონომიკური მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია. ანუ ადამიანებს პირდაპირ პურის ხიდვაც კი არ შეუძლიათ. ხორცზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია და ეს ღარიბი ქვეყანა არ არის კარგი, ეს ძალიან რესურსებით მდიდარი, მაღალ განვითარებული და განათლებული ქვეყანაა. ეს არ გავს იმ სხვა ქვეყნებს, რომელთა შესახებაც ესეთ სიტუაციებზე ვისმენთ. ასე არ უნდა იყოს. და მაინც იცი, ხალხს პურის ხიდვაც კი განვადებით უწევს. ანუ მათ პირდაპირ საკუთარი ოჯახის რჩენაც არ შეუძლიათ. დიდარ ოჯახებსაც კი ვალუტა ჰიპერინფლაციას განიცდის. ახლა უკვე ინფლაცია. ასევე ირანში ენერგიის დეფიციტია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში. ისინი ირანში მცხოვრები ადამიანებისთვის გაზს შემოაქვთ. ეს მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა და ეს გამოწვეულია აშშ-ს ბლოკადით, თუმცა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ვფიქრობ, ხალხი ამას ვერ აცნობიერებს, იცით? კარგი, შეიძლება ეხლა ბომბებს ააკრიან, მაგრამ ეს ფაქტობრივად ამარაგებს, რა სიტყვა სწორი, ამარაგებს ეხება. ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენს რეჟიმზე იმ დონემდე, რომ თუ ეს გაგრძელდა და სწორად შენარჩუნდა, შეიძლება რეჟიმის დამხობაც კი გამოიწვიოს. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ხალხი მალე ქუჩაში გამოვა. აი ამას ვამბობ. 1969 წელს შახის დამხობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა ბაზრის ვაჭრები იყვნენ. ბაზრის ვაჭრები, ანუ ვაჭართა ფენა, ესე ვთქვათ. გულისხმობ, განა უკვე იმ წერტილზე არ არიან, რომ გამოვიდნენ. რა დასჭირდება ამას? რა დასჭირდება ამას? ხო, ანუ ვფიქრობ, პრობლემა ის კი არ არის, რომ ისინი არ გამოვლენ. უკვე ვნახეთ მცირე მასშტაბის პროტესტები ომის დროსაც და ომის შემდეგაც. ცოტა რამ უკვე მოხდა. მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ეს ხდება, იცი, ისინი გამოჰყავთ ირანის რევოლუციური გვარდია და ხალხზე ცეცხლს ხსნიან. ირანის ხალხის მიმართ სისასტიკე თითქმის ყოველდღიურად იზრდება. თითქმის ყოველდღე ახალ კანონს ან წარადგენენ, ან იღებენ, რომელიც ირანის ხალხს კიდევ უფრო ზღუდავს. იცი, სულ რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ სიკვდილით დაჭრის კრიტიკაც კი დანაშაულად გამოცხადა. ახლა კიდევ უფრო მეტი კანონი ამოქმედა. ცხადია, არ არსებობს გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, არავის შეუძლია გააპროტესტოს და სინამდვილეში ისინი მცირე ზომის ზომებსაც კი იღებენ. მაგალითად, ქვაფენილის ქუჩებს ასფალტით ფარავენ, რომ ხალხი არ გამოვიდეს გარეთ. არა იმისთვის, რომ არ გამოვიდნენ. იმისთვის, რომ ირანის რევოლუციური გვარდიისა და ბასიჯის ძალებს შეეძლოთ ადგილებზე უფრო სწრაფად მისვლა დაბრკოლებების გარეშე. გულისხმობ, ეს სიგიჟეა. იმ დონემდე მიდიან, რომ ნებისმიერი სახის პროტესტი აღკვეთონ. ეს სიგიჟეა. და მაინც შოშანა ახალამებში არც კი ახსენებენ. ვფიქრობ, ყველაზე უცნაური ისაა, რომ იცი, შენ ამბობ ამას და არაფერია. მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ, თქვენ, იცით რა, უბრალოდ ჩვენი ქვეყნის მართვა გვინდა, არ გვინდა ტერორი მთელ მსოფლიოში, არავის დაზიანება არ გვინდა, ბირთვული იარაღი არ გვინდა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მართვა გვინდა და ყველაფერი დღესვე დასრულდებოდა, სწორედ დღეს. მაგრამ ისინი ამას არ გააკეთებენ. ასე რომ ეს არ არის, ეს არის მთელი, ეს არის ყველაზე უცნაური რამ, რომ მთელი მათი ქვეყნის ტანჯვა თვითონვე აქვთ მოტანილი, ანუ არა ხალხს, რა თქმა უნდა, არამედ რეჟიმს. და ყველაფერი რაც რეჟიმს უნდა გაეკეთებინა, უბრალოდ ეთქვა, კი იცით რამ, კარგი, ჩვენ მშვიდობაში ვიცხოვრობ დანარჩენ მსოფლიოსთან და წესიერად მოვიქცევით. იცით, თამაშის წესებს დავიცავთ და ისინი ამას უარყოფენ. რადგან ეს არის იდეოლოგია, ხო ასეა? დიახ, ეს არის ჯიხადი. ეს არის გლობალური ჯიხადი. ხო. აი რა არის საქმე, ემილი, შენ ამბობდი ირანის ხალხზე. და იცი, აი რა არის სამწუხარო.
ეს აშკარაა, როგორც ისრაელები წლების განმავლობაში ამბობდნენ. ნახეთ, ჩვენ წავალთ ბომსაფარებში. ყველა ამ შედეგს გადავიტანთ. უბრალოდ დაასრულეთ საქმე. და ირანის ხალხი. ფაქტობრივად ამბობენ, კარგი, ტრამპი და ნეთანიახუ, გთხოვთ, ჩვენ ამ პერიოდს გადავიტანთ, თუ უბრალოდ დაასრულებთ საქმეს და დაგვეხმარებით. და ჩვენ დავამხობთ რეჟიმს, მაგრამ თქვენ უნდა დაგვეხმაროთ, თორე დაგხოცავენ. და ისინი მართლაც ძალიან მომთმენები იყვნენ. და მე ვიტყოდი, წარმომიდგენია, რომ ისინი უკვე კარგავენ მოთმინებას, რადგან პრეზიდენტი ტრამპის საუბრის მანერით მათთვის ასე ჩანს, თითქოს მან მიატოვა ისინი. შეიძლება არა მოთმინებას, არამედ იმედს. სინამდვილეში ორივეს გარკვეულწილად. ეხა, იმიტომ რომ მე ესე ვიგრძნობდი თავს. ვიგრძნობდი, რომ კარგი, იყო ეს დაბომბვები და მე უცებ ცეცხლის შეწყვეტა. დიახ, ეკონომიკური ზეწოლა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მართალია, მაგრამ, როგორც შენ აღნიშნე, ეს არ უშლის რევოლუციურ გვარდიას მათ ჩაცხრილვას. იმიტომ რომ ისინი გამოიყენებენ თავიანთ ბოლო იარაღს, ბოლო ტყვიას. და ეს ალბათ არც კი იქნება მათი ბოლო, იმიტომ რომ ალბათ ჩინეთიდან და რუსეთიდან იღებენ მომარაგებას. აი ეს არის თავარი. რეჟიმის წარმომადგენლები ნამდვილად არ შიმშილობენ. ირანის ხალხი კი შიმშილობს. დიახ, მაგრამ კითხვა ისაა, რომ კარგი, ასე რომ ირანის რევოლუციური გვარდია მაინც მიიღებს თავის ხელფასებს და ფულს და რაც სჭირდებათ, მაგრამ ჩვეულებრივი არმია. განა მათ არ სჭირდებათ ჩვეულებრივი არმია, რომ წესრიგი შეინარჩუნონ. მარტო რევოლუციური გვარდია ხომ არ არის. ყავს ბასიჯი და ყავს ირანის ჩვეულებრივი არმია. რაღაც მომენტში ხო ვეღარ გადაუხდიან ხელფასებს, არა? რაღაც მომენტში ისინი ფულს აღარ უგზავნიან ქმარს. ჩვენ კი ისევ უგზავნით ფულს ჰეზბოლას. აჰა, მათთვის ფული ყოველთვის არის. დიახ, ტერორიზმისთვის ყოველთვის ფულია. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ნომერ პირველი პრიორიტეტი. მაგრამ ასეა, ეს ნამდვილად აზიანებს როგორც არმიას, ასევე ირანის რევოლუციურ გვარდიას. ეს აზიანებს მათ. უბრალოდ ჯერ ინდონეზე არ აზიანებს, რომ მათ ფუნქციონირება ვერ შეძლონ. ამ გადმოსვლა, სწორია. ასევე გჭირდებათ, რომ ხალხი გადმოვიდეს. ხო, აი ეს არის მთავარი. მგონი ეს იყო მემკვიდრე პრინცი რეზა პახლავი, რომელმაც დაიწყო ესეთი გადმოსულთა მონაცემთა ბაზა, მგონი 1 ან 2 წლის წინ. დასაწყებად შეგროვება. და იყო რეალური იმედი, რომ კრიტიკული მასა ადამიანებისა შეიკრიბებოდა, რომლებიც იტყოდნენ, ჩვენ არ დამხოცავთ ჩვენს ხალხს ქუჩაში. ანუ მართლა ასეა, ბოროტების ძალებმა მთლიანად ჩაიგდეს ხელში ყველაფერი, თუ ეს ადამიანები ახლა უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვიან. მაგალითად, ამნისტია ხომ არ დაეხმარებოდა. მე უბრალოდ ვერ ხვდები. კარგი. არა, Amnesty International-ი ვამბობ, რომ მათთვის ამნისტიის მიცემა ეს ხომ არ დაეხმარებოდა მეწის შექმნას. აზრი ისა, როგორ გავთვალოთ უკუღმა მათი დამხობა? პრობლემა ისაა, რომ ძალიან ოსტატურად ისლამურმა რესპუბლიკამ შეცვალა ატეშის ყველა მაღალი თანამდებობის პირი, ანუ ნამდვილი არმია, არა ირანის რევოლუციური გვარდია. აი ეს არის პრობლემა. ანუ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელიც კი ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავია, რომელსაც სკოლაში წასვლის სურვილი აქვს. მათ ნამდვილად ჩაიგდეს ხელში ყველაფერი და კრონპრინცი რეზა ფეხლავი მართლა წავს 10,000-ობით ადამიანი, ვინც გადმოვიდა მის მხარეს. პრობლემა ისაა, რომ ისინი არ არიან ხელმძღვანელები. როგორ შეუძლიათ ერთიან ძალად შეკრება, როცა აქაც ვიღაცა, იქაც ვიღაცა, სხვაგანაც ვიღაცა. ვიღაცა. ეს რეალურად პრობლემურია განხორციელების თვალსაზრისით, რამდენადაც ჩვენ ვიცით. შეიძლება კიდევ უფრო მეტი იყოს, რაც ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომ ირანელმა ხალხმა წინ წაიწიოს ისაა, რომ მათ არ აქვთ იარაღი. ბეისბოლოს მათ არ აქვთ იარაღი, რომ თავი დაიცვან. ნამდვილად მჯერა, რომ ისინი ქუჩაში გამოვლენ და გამოიყენებენ იარაღს, თუ ის ექნებათ და თუ დაჭირდებათ. პრობლემა. და ყოველთვის იყო საუბრები და ჭორები, რომ ჯეიდი ვენსმა გააჟღერა ეს, რომ ჩვენ ვიარაღებდით, ან ვაპირებდით იარაღის მიწოდებას ქურთულ ძალებისთვის, რომლებიც რეალურად საბრძოლოდ გაწვრთნილები არიან. ისინი ვარჯიშობდნენ, ისინი სამხედროები არიან. რა მოხდა ამ იდეას დაკავშირებით? თურქეთი. როგორც ვიცით. ესეა, ყოველთვის თურქეთი არა, და ვსაუბრობთ თურქეთზე და იმაზე, რომ ერევიან იქ, სადაც არ უნდა ერეოდნენ. ჯარედ კუშნერი რეგიონშია და შეხვდა ჰამასს. დიახ, ხალბატონებო და ბატონებო. ის შეხვდა ტერორისტულ ჯგუფს, რომელსაც მათი 20 პუნქტიანი გეგმის მიხედვით ღაზას მომავალზე სიტყვა არ უნდა ეთქმოდეს. და მე ვფიქრობდი 15 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, უკვე აღარ ვიცი რამდენ პუნქტზე ვსაუბრობთ და მაინც ამერიკის მთავრობა ანიჭებს ლეგიტიმაციას ამ ტერორისტულ ჯგუფს, რომელიც მზადაა მთელი ქვეყნის და მსოფლიოში ყველა ებრაელის, მათ შორის ჯარედ კუშნერის განადგურებისთვის. მათთან ერთად ჯდომა, იცით, ამაზე ბევრს წერთ და შეიძლება, იცით, ის თქვას, რომ უნდა დაჯდე მტრებთან. ეხლა მე ვაპირებ, რომ მეორე მხარესთან დავჯდე. ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ ეს. ვცდილობთ ჰამასი განვაიარაოთ. პირველ რიგში იცით, ყველა მიცის, რომ ამას არ გულისხმობენ. ისინი მათყუარები არიან, ისინი მკვლელები არიან, ისინი გამაუპატიურებლები არიან. რატო უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი განიარაღდებიან? მეორეც, იმ 15 პუნქტიან გეგმაშიც კი საუბარია იმაზე, რომ შეგვიძლია თავდაცვითი იარაღი შევინარჩუნოთ. რა ჯანდაბაა თავდაცვითი იარაღი? ვინმე ამიხსნის კალაშნიკოვი თავდაცვითი იარაღია? რას ელოდება, რა უნდა მოხდეს აქ? და აი ამას ვკითხულობდი დილით.
აქ ერთგვარი ბინძური ხრიკია, რომ ისრაელი ყველა არაბული ქვეყანა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი მოაქციონ ერთ ჩარჩოში, თითქოს მათ აქვთ ან უნდა კონდეთ ჩვენზე გავლენა. მაგრამ რეგიონის ყველა ქვეყანა აძალებს და აწვება ისრაელს, რომ მიიღოს ეს 15 პუნქტიანი გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ თანმიმდევრობა არ არის ასეთი. ჯერ განიარაღდი და მერე ჩვენ დავიხევთ უკან. არა. ჩვენ ოდესმე განვიარაღდებით. შენ კი ეხლა დაიხიე უკან. კარგი, პირველ რიგში საინტერესო ის არის, რომ მაშინაც კი როცა ამბობენ, რომ განიარაღდებიან, ამბობენ იარაღს არ მოვიშორებთო, უბრალოდ სადღაც დავამალავთ ტექნოკრატიულ, ხო, ღაზაში არსებული რეჟიმის შემცვლელ სტრუქტურაში, რომელსაც ჰამასი მართავს. ჰამასის მიერ მართული, ხო? ან თუდაც პალესტინის ავტონომიის ფათახის, რომელიც ისეთივე ცუდია. მაგრამ აი რა არის საქმე? შეიძლება ითქვას ჯარედ კუშნერის და სტივ ვიტკოფის ორი ინტერპრეტაცია არსებობს, ხო? და მოდი ვთქვათ უფრო, ესე ვთქვათ, მტრულ ინტერპრეტაციას. კარგი? რომ მათ სერიოზული ეკონომიკური ინტერესები აქვთ, განსაკუთრებით ყატარში და სხვა ადგილებშიც. და ამიტომ ეს ყველაფერს განსაზღვრავს, რასაც ისინი აკეთებენ. ეხლა ვთქვათ, გინდათ ვთქვათ, არა, ეს კონსპირაციული თეორია. კარგი. და გინდათ უფრო კეთილგანწყობილი შეხედულება გამოხატოთ, ხო? უფრო კეთილგანწყობილი შეხედულებაა, რომ ისინი იდიოტები არიან. და ისე როგორც ისრაელი იყო სულელური ყველა ამ ათწლეულის განმავლობაში, იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ კონცეფციას უწოდებთ. ეს იდეა, რომ არსებობს ეს სასტიკი მტრები. კარგი, აბა, როგორ უნდა დავამყაროთ მათთან მშვიდობა? ერთი გზა არის ის, რომ ებრძვი მათ. და შემდეგ ამბობ, მოდი, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ. და ამბობ, მოდი, მივცეთ მათ იარდი და პოლიცია და მერე მოვეწონებით. და ეს ასე გრძელდება ფაქტობრივად ისრაელის სახელმწიფოს დაარსების დასაწყისიდანვე. ჩვეულებრივ, 1948 წელსაც კი ესეთი იდეა არსებობდა. ისრაელში იყო განხეთქილება მათ შორის, ვინც ამბობდა, უნდა შეხვიდე ისრაელის მიწაზე რკინის მუშტით. და სხვები, ვინც ამბობდნენ, არა, მოდი უბრალოდ მივცეთ არაბებს მათი ჯანმრთელობის დაცვა და დაუმეგობრდეთ და მერე ყველანი ბედნიერად ვიცხოვრებთ. ამიტომ ამბობ, რომ უფრო გულუხვი ინტერპრეტაცია ის, რომ ჯარედ კუშნერი და სტივ ვიტკოფი ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით ლა-ლა-ლენდში ცხოვრობენ. ესე რომ ეს უფრო გულუხვი ინტერპრეტაციაა, ვიდრე ის, რომ მათ ეკონომიკური ინტერესები აქვთ, რაც მათ ხელმძღვანელობს. მე ვფიქრობ ორივეა. სინამდვილეში მგონია, რომ ისინი წარმოუდგენლად კეთილები არიან. ნაივურია. აშკარაა, რომ დადასტურებულია, რომ სტივ ვიტკოფს და კუშნერს ხატაში სერიოზული ეკონომიკური ინტერესები აქვთ. ეს თუ გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე, ამას თქვენზე ვტოვებთ განსასაზღვრად. მაგრამ ძალიან ნათელია, რომ არც ერთ მათგანს ნამდვილად არ ესმის ახლო აღმოსავლეთის მენტალიტეტი, რადგან ყველა, ვისთანაც ისინი არაბულ სამყაროში ურთიერთობენ, ელიტის ელიტაა. არ ვიცი, სტივ ვიტკოფმა იცის თუ არა. ყატარის ელიტარულ კლასს ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ არ იცნობს ღაზას ხალხს, რომლებმაც 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრნენ და მასობრივი გაუპატიურება და გადაცებები ჩაიდინეს, ასე რომ მათ უბრალოდ არ აქვთ ცნება იმის შესახებ, თუ რას უპირისპირდება ახლო აღმოსავლეთი რეალურად ექსტრემიზმის თვალსაზრისით. ისინი ასე მოიქცეოდნენ. მას შემდეგ, რაც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები გამართეს. და ამბობენ, რომ ამ ხალხმა მოლაპარაკებების დაწყებისთანავე თქვეს, ჩვენ გვაქვს 11 ბომბი, ბირთვული ბომბი. ხო ფიქრობდი, რომ ამ დროისთვის უკვე გამოიღვიძებდნენ, არა? არა, ყატარის ბიზნესმენებთან ერთად ჯდომისას შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები. ვერ ხვდები? იმიტომ რომ ისინი არ არიან გულახდილები თავიანთ ნამდვილ მრწამზე. ბოდიში, მაგრამ ასეა. მე აქ უკვე 20 წელია ვცხოვრობ, კარგი? ამ ქვეყანაში 20 წელზე მეტია ვცხოვრობ. და ჩემთვის ჯერ კიდევ რთულია გავიგო, რომ მათ ნამდვილად არ აინტერესებთ. მათ არ უნდათ მშვიდობა, მათ არ უნდათ, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ მომავალი. მათ სურთ ისრაელის განადგურება და ეს არის მათი ცხოვრების მიზანი, რადგან ეს ძალიან დროებითი სამყაროა. და ნამდვილი სამყარო არის მომავალი სამყარო. და იქ შეხვდებიან მუხამედს, მოწამეებს, ქალწულებს და ყველას. და იმ ბავშვებსაც, რომლებიც ყავთ სამწუხაროდ არა ყველა, მაგრამ ძალიან ბევრი მშობელი საკუთარ შვილებს ამ ომში ჯარისკაცებად აღიქვამს. კარგი? და ჩემთვის ეს ჯერ კიდევ ძალიან რთულია და მე აქ ვცხოვრობ. ასე რომ ვფიქრობ, არა, ორი ამერიკელი ებრაელი, რომლებიც საკმაოდ შეძლებულები არიან და პრივილეგირებული ცხოვრება აქვთ, აბსოლუტურად ვერ იგებენ კატარელებს, ღაზელებს, სხვებსაც და ისინი არ უნდა იყვნენ სათავეში. სწორია. კი, არ ვიცი, მიიღეს თუ არა მათ ეს ცნობები, დარწმუნებული ვარ, ისრაელი კარგად ასრულებს თავის საქმეს, ან ცდილობს კარგად გააკეთოს და აცნობოს მათ რა ხდება ამ მომენტში. მაგრამ ცოტა ხნის წინ ჰამასის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკმა, რომელიც მასზე გადაუარა. ღმერთს მადლობა, ჯარისკაცები არ დაღუპულან, ისინი არ ჩერდებიან. არ არსებობს რაიმე ჯადოსნური, დემილიტარიზებული ზონა, რომელიც ეხლა ტერორისტებისგან, ბომბებისგან და ნაღმებისგან სუფთაა. ასე არ ხდება. რაც ხდება არის ის, რომ ისინი ისევ მართავენ ყველაფერს. რაც ხდება არის ის, რომ ისინი ისევ ავიწროებენ საკუთარ ხალხს. ისინი ისევ იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას. ბევრი მათგანი აშკარად კარგად ნაკვებია. იცით, ასე რომ გიკვირთ სად არის შიმშილი. ამჟამად ღაზას რაიონში ხსნიან მაღალტექნოლოგიურ სპორტ დარბაზებს და კანტრი კლუბებს.
მაშინ როცა მათი თანამემამულეები კარვებში ცხოვრობენ, რადგან სწორედ ასე გამოიყურება ჯიჰადის კლეპტოკრატიული ტერორისტული სამყარო. იგივე მდგომარეობა ირანში, იგივე მდგომარეობა კატარში და ასია ყველგან. და იცით რა არის ყველაზე სამწუხარო? ის რომ ისინი უკვე შეაღწიეს ამერიკაში ყველა ამ პოლიტიკოსით და DSA-ით, ეს პირდაპირ მათ კართანაა. უკვე იფხრობს ევროპასაც. ჩვენ ვართ ერთადერთი ხალხი, ვისაც თვალები ფართოდ აქვს გახელილი. არ ვიცი. თითქმის კი. თითქმის ხო და ირანელებიც. დიახ. ზუსტად, ირანის ხალხი. სხვათა შორის იცი, როცა ელიტებზე საუბრობდი, ისინი მხოლოდ ამ ელიტებთან სხედან, მაგრამ იცი რა? ისინი იდიოტები არიან, რადგან ამ ელიტებს იგივე ჯიჰადისტური მსოფლმხედველობა აქვთ, როგორც ყველა სხვას მათ ქვეყნებში. ირანის ხალხს რა თქმა უნდა არ გულისხმობ. და რატო ვამბობ ამას? ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეს რამდენჯერმე გვინახავს, რომ ერთადერთი რაც ჯიჰადისტებს დასავლეთზე აქვთ უპირატესობა, არის ის, რომ ისინი დასავლეთს უკეთ ესმით, ვიდრე დასავლეთს ესმის ისინი. ისინი ზუსტად იციან, კარგი შენიშვნაა, რა სიტყვები გამოიყენონ. მათ ისწავლეს, იცით, მშვიდობის ენა. ზუსტად ამას აკეთებენ ახლა. თავარი ისაა, რომ ისინი დასავლეთს სულთ ნაწილობრივ, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ნაწილობრივ, იმიტომაც, რომ დასავლეთი ძალიან ლიბერალურია. LGBT ადამიანებთან, სხვადასხვა საკითხებთან და ქალთა უფლებებთან მიმართებაში. ერთის მხრივ სძულთ ეს ყველაფერი, მაგრამ მეორეს მხრივ ამით სარგებლობენ, იყენებენ ამას და იციან, რომ საკმარისია უბრალოდ ასეთი რაღაცები თქვა, ეს არის შავკანიანები, თეთრკანიანების წინააღმდეგ, ან ქალთა უფლებები, ან ადამიანის უფლებები. ისინი ამას ერთი თითაც არ იჯერებენ, მაგრამ კარგად ესმით, რომ ეს დასავლეთის ყველა ღილაკს აჭერს და ძალიან ჭკვიანურად იყენებენ ამას. და ჩემთვის საოცარია, რომ მთელი ჩვენი ცოდნის მიუხედავად, საბოლოოდ ესეთ ბრძოლაში მაინც უმარცხდებით. მე ვფიქრობ, კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ზუსტად ის ვნახეთ, რასაც თქვენ ამბობთ მემარცხენეებთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია. ისინი მემარცხენეებში აღწევენ, იყენებენ მემარცხენეების ენას, Black Lives Matter-ს და ყველა ამ მიზანს, რომელსაც სინამდვილეში ეწინააღმდეგებიან. ისინი რასისტები არიან შავკანიანების მიმართ. ისინი დისკრიმინაციულები არიან LGBT ადამიანების მიმართ. ხატარში მაგალითად LGBT ადამიანებისთვის სიკვდილის დასჯაა და მიუხედავად ამისა ისინი აპირებენ AJ+ ამერიკაში, რომელიც უცხოელი აგენტის სტატუსით უნდა იყოს რეგისტრირებული, მაგრამ ასე არ არის. მათ ამის გაკეთება იუსტიციის დეპარტამენტმა დაავალა, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ. მაგრამ ისინი ქმნიან ვიდეოებს LGBT უფლებებზე. მართლა სერიოზულად ამბობთ ამას? ვიცი და ალ-ჯაზირა, არაბული და ალ-ჯაზირა. ორი განსხვავებული რამეა. ხო. ინგლისური ძალიან პლურალისტურია, ხო, რა თქმა უნდა. ალ-ჯაზირა არაბული უბრალოდ პირდაპირია ალჟირთან დაკავშირებით. მე ამას მოვიგონებ. მაგრამ რაც მიუღებელია ისაა, რომ ისინი გვეუბნებიან რა გავაკეთოთ და ჩვენი საკუთარი ჯარისკაცები გვატყობინებენ რა ხდება. ისევ ქალები არიან წინა ხაზზე, უყურებენ ეკრანებს და ამბობენ, რაღაცები ხდება და გაზაში მაღალი რანგის ჯარისკაცები ამბობენ, ვხეობენ, ვხედავთ, როგორ თხრიან და ვერ ვესვრით. იმიტომ რომ ამერიკელები ხელებს ზურგს უკან გვიკრავენ და ეს უბრალოდ მიუღებელია, რადგან ჩვენი შვილები არიან წინა ხაზზე, არა მათი შვილები. მაგრამ უბრალოდ ვაპირებდი მეთქვა, რომ ისინი ეხლა აღწევენ. ხო, ეს რაც უკვე მათ ნანახი სახეზე გვაქვს, დავვნახეთ. ამიტომაც ხედავ ამას. როგორც რაღაც ილუზორული და იდეოლოგიური. შეუთავსებელი ღირებულებები უკიდურეს მარჯვენაზე, თუნდაც ნეონაცისტურ ამერიკა პირველზე ან თუნდაც მხოლოდ ამერიკაზე, რაც აბსურდია. მაგრამ ის იდეა, რომ თითქოს დემოკრატიული მოკავშირეების წინააღმდეგ ყოფნა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, თითქოს ამერიკის სასარგებლოდ არის, რომ ამას ამერიკა უპირველესად ქვია, ეს ბოდვითია და ისინი უკვე ძალიან წარმატებულები არიან ისეთი ადამიანების გამო, როგორიცაა ტაკერ კარლსონი. და ეს ფინანსდება. ამას იწევს კატარი, მუსლიმთა საძმო და თურქეთი. ასევე დაკავშირებულია მუსლიმთა იყო საძმოსთან. ანგარიში გასულ კვირას, რომ ერდოღანის ბიძაშვილი, რომელიც მართავს აშშ-ში მოქმედ რაღაც თურქულ ფიქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციას, შეხვდა ტაკერ კარლსონს. შეხვდა ბიზნესს. Partner Neil Finch. ნილ პიტერ. მატელი შეხვდა ყველა ამ პოდკასტის ისრაელს, იცი, ამერიკა ფერსის ხალხს, რომლებიც მხოლოდ ისრაელზე ლაპარაკობენ. ხედავ, ზუსტად ასეა ჩვენთანაც. იცი, ამერიკა ფერსი გინდა. სულ ჩვენზე ლაპარაკობ. იქნებ ცხოვრება გქონდეს, წარუმატებელო. ასე რომ ეს სრულიად შეღწეულია და თითქმის ისეა, თითქოს ფული ყველაფერია. და ვინც იყიდება, ზუსტად ისე მე გიყიდი. ისინი უბრალოდ გიყიდიან. ესე რომ, იცი, უბრალოდ შოშანას აზრს დავამატებ იმის შესახებ, რაც ხდება ღაზას საზღვარზე, ჯარისკაცებთან და სადამკვირვებლო პუნქტთან, ქალებზე, რომლებიც მუშაობენ და მინდვრებს აკვირდებიან. ეს მხოლოდ ის არ არის, რომ ასე შეშო ისრაელს ხელებს უბამს და ნეთანიაჰუ ცდილობს მანევრირებას. ისრაელის უზენაესი სასამართლოც ისრაელს ხელებს უბამს. ეს ეხება იარაღის გამოყენების წესებს და იმ შემთხვევებს, როცა სროლა არ შეიძლება. და ეს ყველაფერი 7 ოქტომბრამდეც ასე იყო. იყო ძალიან ბევრი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა სროლა არ შეიძლება.
და რატომ არის ეს ახლა მნიშვნელოვანი ამ განხილვისთვის? იმიტომ რომ ახლა ჩვენ ჩართულები ვართ. ჩვენ წინ არჩევნები გვაქვს. აშშ-საც შუა ვადების არჩევნები აქვს წინ. ისრაელს ოქტომბერში საერთო არჩევნები აქვს წინ. და ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ სასამართლო რეფორმა სწორედ ასეთი საკითხების, მათ შორის გამოა საჭირო, არის მთავარი თუ არა ყველაზე მთავარი საკითხი მომავალ არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ აბსურდულია, როცა ისინი ესეთ დეტალურ დონეზე ერევიან იმ ჯარისკაცების იარაღის გამოყენების წესებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დასაცავად არიან იქ, ეს სრულიად აბსურდულია. და მე გეთახმები, ანუ სრულიად გეთახმები, არ ფიქრობ, რომ თავრობის მიერ სასამართლო რეფორმის განხორციელების გზა სწორი იყო. ფიქრობ, მათ ეს უფრო გონივრულად უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ესეთ საკითხებში, როცა საქმე ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ეხება, მე მაინც ვგზნობ პასუხისგებლობას. სრულიად აბსურდულია, რომ ჩვენი ხელები შეკრულია არა არჩეული ადამიანების ჯგუფის მიერ, რომლებიც ადგილზე არ არიან და არ იციან რა ხდება ჩვენს ჯარისკაცებთან. მათი სიცოცხლე პრიორიტეტული უნდა იყოს და ეს ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია. მაგრამ უფრო სასიამოვნო აბებზე გადავიდეთ. დანიური გემი, სახელად ჰანდალა 2. გემი გერმანიაში შეჩერდა, მას შემდეგ რაც პირს შეეჯახა. და მიიღო სერიოზული დაზიანება ძრავაზე. გემი ადრე დანიიდან გამოვიდა, მასზე იმყოფებოდნენ პრო-პალესტინელი აქტივისტები, რომლებიც ცდილობდნენ გაერღვიათ ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე დაწესებული საზღვაო ბლოკადა. გერმანიის პოლიცია იძიებს გემის ეკიპაჟის წევრებს გერმანიის პორტის დაზიანების გამო. ეს ადამიანები ლამაზ ისტორიაზე საუბრობენ. არა, უბრალოდ გუწბელად რო ვთქვა, ეს კარმას გავს. მიყვარს, როცა კარმას პირდაპირ ჩემს თვალწინ ხედავ, ეს კარმაა. პოზიორი იდიოტების ჯგუფი, რომლებიც ინდოქტრინირებულები არიან, ლურჯთმიანები. იცი, იღლიები, თმიანი აქვთ და არიბანავენ. შევიდნენ გემში, რომ საზღვაო ბლოკადა გაარღვიონ, რა მიზეზით? არ ვიცი, არც კი საუბრობენ ამაზე. ჰუმანიტარულ დახმარებაზე აღარც კი საუბრობენ. უბრალოდ ბლოკადის გარღვევა უნდათ. სხვათა შორის, ისინი არასდროს ადანაშაულებენ ეგვიპტეს ღაზას სექტორის ბლოკირებაში, სრულიად სწორი, ამ წლების განმავლობაში. არა. ისინი ამბობენ, რომ უნდა გავარღვიოთ ისრაელის ბლოკადა. ეგვიპტეს კი მხოლოდ ის უნდა გააკეთოს. გააღოს კარები. ისინი ახლა გახსნიან თავიანთ 5 კარს. ჩემი საყვარელი მომენტი იყო, როცა ისინი ეგვიპტეში ცდილობდნენ შესვლას, რათა დახმარება მიეტანათ და იყო უამრავი კადრი, სადაც შენ ხარ სულელი ევროპელი. Being like, we just want to help the Gazan people and the Egyptians. They know. ნახე ახლა. ისინი სცემდნენ მათ, ამბობდნენ, დაგვეხმარეთ პალესტინის გათავისუფლებაში. ხო, შენ სუსტი მოხუცო სულელო, შენ გაათავისუფლებ და ეგვიპტელები იყვნენ. ფუხ. ისენის ერთი თვის განმავლობაში ლიბიის ბანაკში ყავდა დაკავებული. სხვათა შორის ისრაელზე არავინ საუბრობს. არა, მე გულისხმობ იმას, რომ იყო ადამიანთა ფლოტილია. ეს არის ადამიანთა ფლოტილია. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რაღაც იდიოტები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დადიოდნენ და ციხეში ჩასვეს. ლიბიაში მათზე აღარაფერი ისმოდა და მერე მათი მეგობრები ამბობდნენ, სად არიან ჩვენი მეგობრები. ხო, იმიტომ რომ ისრაელივით დემოკრატიაში არ ხვდები, სადაც დაგაკავებენ. და მერე ქვეყლიდან გაგაძევებენ და ხორცის სანდვიჩს მოგცემენ. კი, შენ ხო ვეგეტარიანელი ხარ, გრეტა თუნბერგ. როგორც არ უნდა იყოს. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ეს იყო სასიამოვნო, სუბუქი ამბავი, რომელიც ჩვენს საყვარელ რუბრიკაზე, კვირის ნაძირალაზე განგვაწყობდა. ამდენი ნაძირალა. ესე, ცოტა დრო. რუთი, კარგა ხანია, პასუხი არ ქონია. ეს მართალია. და სამწუხაროდ, როგორც უკვე ვთქვი ამ შოუში, ბოროტმოქმედებისა და გმირების პოვნა ბევრად უფრო ადვილია. რაც ასეა კიდეც. მართლა ასეა, იცი, კვირას რომ იწყებ, ამ კვირის ჩემი ბოროტმოქმედები უჩვეულოა. ეს გარკვეულწილად ახლო აღმოსავლეთს უკავშირდება. ეს არის დედა და ქალიშვილი, სახელად მალი და ლიელ იაჰალომი, რომლებიც ერთი კვირის წინ, ან დაახლოებით 10 დღის წინ, როგორც გინდათ, ოჯახმა ისინი დაკარგულად გამოაცხადა. დედა 50 წლის და მისი 24 წლის ქალიშვილი. ვიცი, რომ შოშანა ამაზე არ მეთანხმება. მე კი არ მეთანხმები. კარგი, გააგრძელე. ვიცი. მე უმრავლესობით გადავწყვიტე. გთხოვთ აუდიტორიაზე აუხსნათ, რატო ფიქრობთ, რომ და შემდეგ მოვალთ და დაგესხმებით თავს. ამ ორს დასრულ ქალს უთქვამს თავისი ოჯახის წევრებისთვის და ყველასთვის, რომ იყიდეს ბილეთები, თვითფრინავის ბილეთი პრაღაში და შემდეგ მატარებლით ვენაში გაემგზავნენ. და შემდეგ მათ ჰქონდა თვითფრინავის ბილეთი, დაბრუნების ბილეთი ისრაელში, რომელიც დაგეგმილი იყო მომდევნო კვირისთვის ან რამდენიმე დღეში. ისინი წავიდნენ, გზიდან უგზავნიდნენ სელფებს ოჯახს და კონტაქტში იყვნენ მათთან და მერე უცებ აღარაფერი. ტელეფონზე აღარ პასუხობდნენ, კავშირი გაწყდა. და მათი ოჯახი, ეს დედა უკვე 20 წელია გაშორებულია, მას ჰყავს ზრდასრული ქალიშვილი და ზრდასრული ვაჟი. ის აღარ იყო კონტაქტში თავის ვაჟთან, ძმასთან, ძმის ცოლთან და სხვა ოჯახის წევრებთან. ეს კარგი ამბავი არ არის. ასე რომ, ისინი წავიდნენ და მას კარგი სამსახური ჰქონდა ბანკში.
და ისინი გაუჩინარდნენ. ეხლა ისრაელში როცა ზოგიერთი ოჯახის წევრი პოლიციაში მივიდა და თქვა, ვერ უკავშირდებით, ვერ პოულობთ მათ, ისინი არ ჩასხდნენ თავიანთ რეისზე, უკან დასაბრუნებელ რეისზე. ხო? და ეს ყოველთვის წითელი ნიშანია ისრაელში. რეისზე არ ჩაჯექი. ასე რომ, მაშინვე ჩნდება კითხვა, ხომ არ გაიტაცეს ისინი? ხომ არ იყო ეს ტერორიზმი? ხომ არ იყო დანაშაული, რაც არ უნდა იყოს? იყო შიში მათი უსაფრთხოების გამო. ხო. $1 მილიონიანი ძებნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში მათ უბრალოდ სურდათ ახალი ცხოვრება დაეწყოთ სადმე სხვაგან, რაც ნორმალურია. ეს მათი უფლება არა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ვინმესთვის ეთქვათ, კარგი, ჩვენ უსაფრთხოდ ვართ, უბრალოდ დაგტოვეთ მარტო, ისინი ესე არ მოიქცნენ. და საქმე ის იყო, რომ პოლიცია ეძებდა მათ. ბოლოს ისინი არგენტინაში ავტობუსში იპოვეს. როგორც ჩანს, ისინი ეძებდნენ კიდევ ერთ ლათინურ ამერიკულ ქვეყანას, სადაც ისრაელთან ექსტრადიციის შეთანხმება არ არსებობს. თუმცა ისრაელის პოლიცია და ყველა სხვა ამბობს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. მაგრამ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ასე რომ, იცი რატო გარბოდნენ ისინი? იმიტომ რომ როგორც ჩანს, ქალიშვილმა სესხები აიღო მევახშეებისგან და მევახშეები აპირებდნენ მისი მოკვლას. და დედამ გადაწყვიტა თავისი სიცოცხლე გაეწირა შვილის გადასარჩენად. და ეხლა კითხვა ისმის, მართალი ხარ? ისინი სულელები იყვნენ. მათ დრო ფუჭად დაკარგეს. ასევე ყველაფერი თავიანთი სახელებით გააკეთეს. ასე რომ ადვილად შეიძლებოდა მათი კვალის გაკვრა. კითხვა, რატო ვართ ასეთ მდგომარეობაში ამ ქვეყანაში? ეს ჯარისკაცებსაც ემართებათ. ადამიანები იმდენად სასოწარკვეთილები არიან, რომ მევახშეებთან ვალებში ეხვევიან. და მე აღარ ვიცი. შეიძლება იმიტომ რომ მთავრობა ყველაფერზე 50%-ზე მეც გვახდევინებს გადასახადებში. ეს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს. დიახ. ამაში სრულიად გეთანხმები, ეს სხვა კვირის ნაძირალა იქნება, მაგრამ მიზეზი, რატომაც მათ ნაძირალებს ვეძახი, ეს არ არის. კარგი, მათ ვალი ქონდათ და ეგ ყველაფერი და კიდევ წადი სადაც გინდა, გააკეთე რაც გინდა, რაც გინდა. მაგრამ რატო უნდა ჩაათრიო მთელი ქვეყანა? მაგრამ შენ ნახე, მე უბრალოდ ქვეყანას ქვეყნის ჩათრევა, ქვეყნის და შემდეგ მათზე წასვლის გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ოჯახმა თქვა. ჩვენ როგორც ოჯახი ვთქვით, ვიცი ალბათ რისგანაც გარბოდნენ. ძალადობის მქონე კაცს. შეიძლება სექსუალური ძალადობისგან გარბოდნენ, ხომ ასეა? მაგრამ ჭორები ფულზეა. და არა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ ყველაფრის შესახებ. მათზე. არა, ნახე, სახში სელფების გაგზავნა და შემდეგ რეისზე არ გამოცხადება, ისრაელში ნამდვილად არსებობს საფრთხე, რომ ასეთი რამ დაკავშირებული ხო, მაგრამ თუ ვინმე თავის სიცოცხლეს გაურბის, სიცოცხლე მიზეზია, რომ საერთოდ ენდობიან. თავრობა, ჩვენ არ ვიცით. შეიძლება ისინი თავიანთ ოჯახს იცავენ. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ მე უბრალოდ რაღაცას გეტყვით. ჩემი შვილი, რომელიც ახლა უკვე ძალიან დიდია, 5 წლის იყო, მე მასთან ერთად ვიყავი სათამაშო მოედანზე და ის გაქრა და გავიქეცი. დავიწყე მისი სახელის ძახილი და პანიკაში ვიყავი. რა თქმა უნდა, ტიროდი. და ბოლოს და მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა, სხვა გზა არ მქონდა გარდა იმისა, რომ 4 სართული ავსულიყავი ჩემს ბინაში, ტელეფონზე დამერეკა პოლიციისა და ჩემი ქმრისთვის დამერეკა. ავედი კიბეებზე და აი ის იჯდა კიბის თავში, ჩვენს ბინასთან. და ვუთხარი, ღმერთო, ასე აღარ გააკეთო, ხო იცი, ვერ გიპოვე. და მან მითხრა, მე ვიცოდი სად ვიყავი, არ დავკარგულ ვარ, ვიცოდი სად ვიყავი. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ეს ქალები, ესენი ზრდასრულები არიან. და უნდა გაეგოთ, რომ ეს დაემართებოდათ, არ ვიცი, ვინ ავიწროებდა მათ, ან ვინ არა. და კი თუ მათ მევახშეები დასტევდნენ, ეგეც მესმის. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არც კი გაგვიგზავნიათ შეტყობინება. სინამდვილეში ჩვენ ისინი უნდა ვეძებოთ. მათ ვენაში საკონსულოში დარეკეს, იქ არიან? კი. მაშ, რატომ არავინ იცოდა ეს? ფიქრობ, იმიტომ რომ თქვენს ასე იყო. ეს ისინი არ პასუხობენ. ძალიან ნაცნობია. საკონსულო ამას ეს შედეგს არ იძლევა. უნარობის გზები, ღმერთო ჩემო, ფენების ფენები. მე ვფიქრობ, რომ იმ დროს ცხოვრობთ, როცა ანტისემიტიზმი საშინლად გავრცელებულია. და იყო ერთი ახალგაზრდა კაცი საფრანგეთში, რომელიც წაიყვანეს და რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ. და დედა და ქალიშვილი, რომლებიც სცემეს და ერთ-ერთი დედა რეანიმაციაშია. ხო, არის ესე იგი სტუმრობის ნივთები, ხო? ვფიქრობ, აქედან ბევრი გაკვეთილი სწავლა შეიძლება. ბევრი გაკვეთილი ამ ყველაფრის სხვადასხვა ასპექტზე. მაგრამ ფიქრობ, ბოლო რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, ეხლა ემუქრებიან, რომ უჩივლებენ მათ $1 მილიონ, რაც მათი პოვნა დაუჯდათ, არა. სინამდვილეში ეს აბსურდია. მათ უკვე აქვთ სესხები. არა, სინამდვილეში წავიკითხე, რომ პოლიციამ თქვა, ფულს უკან არ მოვითხოვთო. თქვეს რომ დააბრუნებენ უცნობებისგან crowdfunding-ით მიღებულ ფულს. ასე რომ, ესეც რაღაცა. ის ოჯახი, მათი ოჯახი, როგორც ჩანს, კარგადაა. არ ვიცი, ისევ ჩვენ არ ვიცი. და მე უბრალოდ ნერვიულობ მათზე. ძალიან ძიმე მდგომარეობაში უნდა იყო, რომ შენი ცხოვრება უკან მოიტოვო და ასე მოიქცე. ხო, და ფიქრობ, ჩვენ უნდა თუ რამეა უნდა დავფიქრდეთ, რა მდგომარეობა აქვს მევახშეებთან დაკავშირებით. რადგან მართლა მსმენია საშინელი ისტორიები. ზოგჯერ ჯარისკაცები მიდიან არმიაში და აქვთ ეს პრობლემა. ცდილობდნენ ოჯახს დახმარებოდნენ, ისინი უკიდურესად ღარიბები არიან. მევახშე დასდევს მათ. და მაფაკე და
მეთაური ერთვება საქმეში, რომ ჯარისკაც დაეხმაროს სესხებთან გამკლავებაში. ჩვენს ქვეყანაში ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ბევრი ასეთი პრობლემა გვაქვს. და ჩვენს ქვეყანაში ესეთი რამეების პრობლემა გვაქვს. და რადგან მუდმივად ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით, ყურადღებას არ ვაქცევთ იმ შიდა პრობლემებს, რომლებსაც უნდა გაუმკლავდეთ. სწორედ ეს ხდება ისრაელში. ჩვენ ყოველთვის ხანძრებს ვაქრობთ და არ ვგეგმავთ, არ ვაკეთებთ იმ შიდა საქმეებს, რაც საჭიროა, მაგრამ მადლობა რუთი, რადგან ამან შესანიშნავი დისკუსია გამოიწვია. სინამდვილეში მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო ამაზე. მაფიის ჯგუფები და ეს ნამდვილად. და ერთ-ერთი ესეთი სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება ამით, არის არაბული სექტორი. ზუსტად ეხლა ისინი მიზანში იღებენ არაბებს, დიახ. ინტეგრირებულები, რომლებიც საზოგადოებაში წვლილს შეაქვთ. აი მე ხორცე. ესეთი ხო იცით, მაფიოზური ჯგუფი ცდილობს, რომ ფული გადაახტევინოს და ამ არაბმა ისრაელელმა ხორცის გამყიდველმა ასობით კილოგრამი ხორცი ჯარისკაცებს შესწირა. დიახ, სხვათა შორის, არა მხოლოდ სესხი. მან დაახურა. ეს მხოლოდ არა სესხები. ისინი ამ მაფიოზებთან ფულს არ ისესხებდნენ. ეს ბიჭები მიდიან ამ პრესის სექციებში და ამბობენ პაია. მაშინ თქვენს ბიზნესს არ გავანადგურებთ. No one's helping those. I know, it's like terrible. We have a protection problem and we need to deal with that. And again, სასარგებლო საბაბლო რომ გარემტრები ყავს. უნდა გაუმკლავდეთ. რა ხდება ჯონის კვირაში? ღმერთო, იქნებ მომავალში. თავრობა. კარგი, ემილი, ვინ არის შენი ნაძირალა ამ კვირაში? ჩემი ნაძირალა ამ კვირაში არის ქალი, რომელმაც ვიდეო გააკეთა. მან თვითონ გააკეთა ეს. მან თვითონ გადაიღო თავი. ამერიკელ-ისრაელელი კლიენტის გაძევება იმის გამო, რომ ის ამერიკელ-ისრაელელია. მოდით გადავხედოთ ამ სცენას. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხელი მოაწერეთ ფოტო-ვიდეოს გამოყენებაზე თანხმობის ფორმას. მე არაფერი არ დამიშავებია. არა, არაფერი არცუდი. თავაზიანად გთხოვეთ, თქვენ კი მხოლოდ ისრაელს ამბობდით. მაგრამ პოლიტიკაზე საუბრობდით ყველაფერზე. მე ასე მასწავლეს. მეგონა რომ შესანიშნავი საუბარი მქონდა ავღანეთზე, კულტურაზე, რომელიც მართერესებს. კარგი, ძალიან არავინ ამაზია, ამართებს. მადლობა. და ეს ძალიან მოწონს. სულ ამბობდი, რომ ეს შესანიშნავია და მიყვარს, რასაც აკეთებ და ყველაფერი. მაგრამ მე არ, როცა შენ სულ ამბობ. შეგიძლია თქვა, დამიბრუნე ჩემი დეპოზიტი. არ ვიცოდი რომ შენ ასე იტყოდი, როცა რაღაცებს ამბობ, მაგალითად. მე ისრაელელ-ამერიკელი ვარ. და მე ვამბობ რაღაცებს, მაგალითად, უბრალოდ არ ვუჭერ არაფერი ხარს, ან მითქოს არ თუ. მჯერა ამის. ისრაელი. მაგრამ შენ ამის აკეთებდი საყვარელი. და მე თვითონ ამბობ. რამდენიც გინდა დაიცვა შენი პოზიცია, მაგრამ ეს ჩემი საქმეა. ეს ჩემია. ეს სრულიად და მე ნორმალია, ამას არ მაგრამ შევეგუები. მაგრამ უნდა დამიბრუნეთ ჩემი დეპოზიტი და თუ ამას არ გააკეთებთ, იძულებული ვიქნები სამართლებრივი ზომები მივიღო. ეს ქალი, კარინი ბრაუზი, ალექსანდრიაში, ვირჯინია, აუცილებლად დაუტოვეთ მათ შეფასება. ასე რომ მან მიიღო ეს კლიენტი წარბების პროცედურაზე. ისინი საუბრობდნენ, ქალი საუბრობდა, ის ავტორია. მან დაწერა წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ავღანელი ბიჭისა და ებრაელი ბიჭის ისტორიას, რომლებიც ერთად შეუერთდნენ ამერიკის არმიას. რაც არ უნდა იყოს, ეს არის თანაცხოვრებისა და მეგობრობის ისტორია. საუბარში გაირკვა, რომ ეს ქალი, ავტორი, ამერიკელია, ისრაელელი. რაც რა თქმა უნდა, კარინი ბრაუზის მხრიდან რეაქცია გამოიწვია. და მას არ სურდა ისრაელზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ქალი უბრალოდ ამბობდა, რომ ის სინამდვილეში ისრაელელია. ქალმა მაინც თქვა, კარგი, იყოს ასე, როგორც ვიდეოში ნახეთ, მაგრამ დამიბრუნეთ ჩემი დეპოზიტი იმ სერვისისთვის, რისთვისაც აქ მოვედი. ქალმა უარი თქვა, ასე რომ მართლა იმედი მაქვს, რომ ვიღაცა სამართლებრივ ზომებს იღებს ამის წინააღმდეგ, რადგან აშკარად ეს უკანონოა. მაგრამ ჩემი საყვარელი ნაწილი ამ ამბავში და მიზეზი, რატომაც საუბრის მოსმენის გარეშეც მე მჯერა ამერიკელ-ისრაელს, იმიტომ რომ მაღაზიის მფლობელი ქალი ეს მისი ვიდეოა. ხო, მან თავად გადაიღო ეს ყველაფერი. და ვიდეოში ის აღწერს, როგორ მოუწია ამ ბოროტი ისრაელელის გაძევება, რომელიც ისრაელზე საუბრის დანაშაულს ჩადიოდა. ეს სასაცილოა. და ვიდეოში კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ არ უნდა პოლიტიკაზე საუბარი და დიდი ამბები აღიზიანებს, რადგან პალესტინელების გენოციდი ხდება. და მას არ უნდა პოლიტიკა თავის სტუდიაში. რაც სრულიად ლოგიკური იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ თავად გადაიღე პოლიტიკურ თემაზე ვიდეო, სადაც კლიენტს იღებ და შემდეგ აატვირთე საკუთარ სოციალურ ქსელში. რას ამბობს საერთოდ? არ დინდა პოლიტიკაზე საუბარი. შენ პირდაპირ აქციე შენი ბიზნესი პოლიტიკურ კონფლიქტად. რა თქმა უნდა, არ მჯერა არც ერთი სიტყვის, რასაც ამ მატყუარას პირიდან ვისმენ. ის საზიზღარი რასისტია. ბიზნესი უნდა დაუხურონ და უჩილონ ისე, რომ საერთოდ გაქრეს. და ეს არის ჩემი კვირის ნაძირალა. ძალიან ღირსეულია და მოითმინე, ეხლა ალბათ კრაუდფანდინგს დაიწყებს. რა თქმა უნდა. რომ მეტი ყურადღება მიიპყროს, წარბები, ან იქნებ იღლიების თმა, როგორც არ უნდა იყოს. საზიზღრობა და სამწუხაროდ ამას უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ ყველგან. ყველა ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, ნორმად იქცა ებრაელების სიძულვილი, მათი გარიყვა, ისე ვიქ დავბრუნდით, სადაც თაობების წინ ვიყავით. სადაც ვიყავით. და რატომღაც გონიათ, რომ სიმართლე მათ მხარესაა. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. შოშანა, ამჯერად ვინ არის შენი ნაძირალა? კიდევ ერთი ქალი ნაძირალა მყავს, ბინიშ თანვირი. როგორც ჩანს, ბინიშ თანვირი ქვია. და მასზე გვაქვს ვიდეო, რომელსაც გაჩვენებთ.
თუ ჯერ არ გინახავთ, უნდა ნახოთ. აქ იჯდა ეს ებრაელი ექიმი, რომელსაც ავიწროებდნენ, ესხმოდნენ თავს, სიტყვიერად აყენებდნენ შეურაცხყოფას ორი ადამიანი, რომლებიც კამერაზე არ ჩანან, მაგრამ მისი ფოტო მაქვს, რადგან ჩვენ გამოძიებას ვატარებთ. ეს იყო ქალაქის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე, იცით, სადაც ჩიკაგოში მცხოვრებლებს შეუძლიათ სიტყვით გამოსვლა და ის უბრალოდ ზის. იცით რა, მოდით უბრალოდ ვუხუროთ, გთხოვთ? ხოთ. თქვენ არ გვინდა თქვენთან საუბარი. უბრალოდ ხოვნა. ამიტომაც აქვს მას ნიღაბი. კი. შეხედე შენსავით ბავშვის სათამაშოს. ტერორისტი. ბავშვების მკვლელი. შენ სიონისტი, იდიოტი ხარ, სწორედ ამიტომ. მე სიონისტი ვარ. თქვენი ბავშვის ფერების ამოცნობა. ბავშვის ფერი. ყველა მიცის რა არის სიონიზმი. ეს ბავშვი არ არის. ეს არის პრემისის ბავშვის მოკლა. გენოციდის. ჩვენ ყველა მეს ვნახეთ. ჩვენ ვუხურეთ ამას. პირდაპირ ეთერი. წერა არასწორია. პირდაპირ ეთერი. თვითმკვლელობის 4 წელი. ოკუპაციისა და დასახლების ვა, ასე 76 წელი. ჩვენ დასახლების უბრალოდ 78 წელი. ვამბობთ ისინი. წაიკითხე ეს. არა, ჰამასი, ხო, მაგრამ მაგრამ იდეა უნდა დარწმუნებული უნდა ვარ, არ არის წაიკითხო ეს მხოლოდ მონაცემები. მონაცემების წაკითხვა. სიონისტო, გაჩუმდი. ამიტომ ეს გენია აქ არ ჩერდება. ის მიყვება მას შეხვედრიდან გამოსვლისას და ყვირის. ბავშვების მკვლელი, ბავშვების მკვლელი, მკვლელი, ბავშვების მკვლელი. თითქოს ის არის თოჯინა, რომელიც ვერაფრით გაჩუმდება და მისი მეგობარი მთლიანად ნიღბით და დაფარულია. იმიტომ რომ რატომ უნდა აჩვენოს სახე? ხო, რა თქმა უნდა. ესე რომ ის ყვირის ბავშვების მკვლელი, ბავშვების მკვლელი, გენოციდი, იმიტომ რომ თითქოს ერთსა და იმავეს იმეორებენ. და ეს ექიმი ზის იქ და ძალიან მშვიდადაა, ხო? მე ამას ვერასდროს შევძლებდი. ხო და უბრალოდ მინდა ვთქვა ბენიში, შენდა საოცარი უნარი გაიმეორო ყველა კონსპირაციული თეორია, რაც კი ინტერნეტში მობისმენია, იმიტომ რომ ცუდობით ლაპარაკობ და მე დიდი უსიამოვნებით გიყურებდი, როგორ იმეორებდი სიტყვა სიტყვით ერთსა და იმავეს. და ჩემი საყვარელი მომენტია, როცა ამბობ და ჩემი გადახდილი გადასახადები, ჩემი ფული აფინანსებს თქვენს გენოციდს. ანუ ხო, შეგიძლია უბრალოდ გადაამოწმო, რა არის უცხოური დახმარება და როგორ მუშაობს. შეგიძლია გაიგო, შეგიძლია უბრალოდ ერთი რამ გამიკეთო. ნუ იღებ ინფორმაციას მის რეიჩელისგან. მართლა მოძებნე ინტერნეტში, მაგრამ არა TikTok-ზე. ნამდვილი წყაროდან გაიგე, როგორ მუშაობს უცხოური დახმარება და ის ფაქტი, რომ ის უცხოური დახმარება, რომელსაც შენი მილიონი დარწმუნებული ვარ გადასახადით იხდი, რეალურად შენს ქვეყანაში იხარჯება. ასე რომ შენ სარგებელს იღებ. ამერიკის შეერთებული შტატებით სარგებელს იღებს ამ უცხოური დახმარების პაკეტიდან. და გულწრფელად რო გითხრა, შენაირი ადამიანები საზოგადოებისთვის ყველაზე უარესები მგონია. შენ არ დაქვს საკუთარი აზრი, შენს გონებაში ორი აზრიც კი არ გიდევს. შენ უბრალოდ იმეორებ ერთსა და იმავეს და აწუხებ მეზობლებს. ღმერთს თხოვ, ოდესმე მაინც გადაუდებელში აღმოჩნდე, რადგან ის მაინც მოგხედავს, იმიტომ რომ ღირსეული ადამიანია. და მე შეხედავ იმ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გადაგირჩინა და გიეყოფა თავხედობა ან ღირსება, რომ თვალებში უთხრა, ბავშვების მკვლელი ხარ. მას შემდეგ რაც შენზე იზრუნა, იმიტომ რომ სწორედ ასე მოიქცეოდა ის, ხო? სიონისტი გადაარჩეს მის სიცოცხლეს. სიონისტი, ზუსტად. ის უბრალოდ მიდის. საქმე ისაა, რომ ეს მხოლოდ უცხოური დახმარების საკითხი არ არის, რაშიც ისინი ასე არაკომპეტენტურები არიან გამეორებაში. სხვათა შორის მემარცხენეებით და მემარჯვენეებით ზუსტად ერთსა და იმავე მიზნებს იმეორებენ. ისინი ოსმალებს ინარჩუნებენ. ხო, უბრალოდ აგრძელებენ. იმეორებენ ისეთ რაღაცებს, რაც აშკარად მცდარია, მაგრამ მაინც აგრძელებენ ამტკიცებას. ეს გენოციდის ბრალდებაც ასეა. ციფრები არ ემთხვევა. ანუ ხალხი ამბობს, ისრაელმა გაანადგურა ყველა შენობა ღაზაში. კარგი. თუ ისრაელმა გაანადგურა ყველა შენობა ღაზაში და ეს გენოციდია, ეს ნიშნავს, რომ ცდილობთ მთლიანად გავანადგუროთ პალესტინელი ხალხი. რატო არის მხოლოდ 70,000 მსხვერპლი ამ კონფლიქტში? თითქოს და 70,000 დაღუპული იქ, სადაც 2 მილიონ ადამიანს ერთ სივრცეში უწევს ცხოვრება. და მათგან 50,000 ტერორისტია. რა თქმა უნდა. თუ ისინი არ იყვნენ, ამას აზრი არ აქვს. რიცხვები არ ემთხვევა. ეს არ აჩვენებს, რომ პალესტინელების განადგურების განზრახვა არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ უნდათ რომ გვადგინონ. სუდანში ნამდვილი გენოციდი მიმდინარეობს და არავის აინტერესებს. ხო, არა, და ეს არის მთავარი. ეს ორმაგი სტანდარტებია. ეს აჩვენებს, რომ ყველა ანტისემიტი ხართ. 80 წლის წინაც ანტისემიტები იქნებოდით. 150 წლის წინაც ანტისემიტები იქნებოდით. იგივე დამარცხებულები ხართ და დღესაც ანტისემიტები ხართ. კარგი, და ეხლა კიდევ ერთ ესეთ საეჭვო პერსონაჟზე ვისაუბროთ. დიახ. ჩემი ამ კვირის ნაძირალა ესპანეთში მცხოვრები სპორტული კომენტატორი ლურდეს გარსია კამპოსია. ეხლა ეს ლურდეს გარსია კამპოსი არის კომენტატორი, რომელსაც აქვს ცუდი ჩვევა, რომ როდესაც ის სპორტსმენებს წარადგენს შეჯიბრის ან რბოლის დაწყებამდე, ის უცნაურად ტოვებს ისრაელ სპორტსმენს ადგენის გარეშე. ეს ყველაფერი აშკარად გამოაშკარავდა, როცა მან ასე მოექცა ომრიშიპს. და იყო ისეთი აჟიოტაჟი, რომ მან ბოდიში მოიხადა. თუმცა როგორც ჩანს, მას ეს ცუდი ჩვევა ბევრჯერ ქონია.
ეს არ იყო უბრალოდ ერთი წამოცდენა, რომ ჩვენი ომრი დაგავიწყდა. არა. ადოა კოენიც დაგავიწყდა. გალარადიც დაგავიწყდა. ყველა სპორტსმენი. და ასევე დაგავიწყდა საგილახიელი. დიახ, ლურდეს, შენ გაქვს ცუდი ჩვევა, რომ ისრაელელები გავიწყდება. ზუსტად ისე, როგორც შენს თანამემამულეებს ევროვიზიაზე. როცა დაიწყეს საუბარი იმ დანაშაულებზე, რომლებიც თითქოს ისრაელმა ჩაიდინა ღაზაში, იმ დროს, როცა ისრაელის სიმღერას წარადგენდნენ, შენ ახლა ზუსტად იგივე საკეთებ, რადგანაც იგივე საზიზღარი ანტისემიტი ხარ, როგორიც იქნებოდი მაშინ, როცა ჩემს ოჯახს ესპანეთიდან გაქცევა მოუწია. იგივე ხალხი, იგივე საქციელი, იგივე საშინელი ჩვევა ებრაელების გარიყვისა და გამოყოფის. დიახ, სწორედ ეს ხარ შენ. ეს არ არის მთელი ესპანეთი, მაგრამ ნამდვილად დიდი ნაწილი ანტისემიტებისა, როგორიცაა ლურდეს გარსია კამპოსი, ევროვიზიის ხალხი, როგორც მასმედიის წარმომადგენლები და ყველა იმ იდიოტის მსგავსად, ვისაც პედრო სანჩესი მოსწონს ყველაზე დიდი ანტისემიტი ევროპაში, ასე რომ ლურდეს გარსია კამპოსი, რაც არ უნდა სცადო, ბოდიშის მოხდა ვერგიშველის. შენ ხარ ჩემი კვირის ნაძირალა. მე არ გამოვყოფდი. უფრო მეტად თქვენთან ერთად. არა, იმიტომ რომ ვერ ხვდები. დიახ, არასწორია კვირა და ვიტყოდი, ბევრად უარესი იქნებოდა თუ ეთერში არ ვიქნებოდით. კარგი. და ეხლა ჩვენ ვიწმენთ სულებს ველური ბუნების კარგ ადამიანებთან ერთად. და დიახ, არიან. ბევრი კარგი ადამიანია მსოფლიოში. და ჩვენ უნდა მივეკიდოთ ამას, რომ შევინარჩუნოთ იმედი კაცობრიობაში. ხო. შოშანა, დავიწყოთ შენით. ძალიან მიხარია, რომ ამ კვირაში ეს გმირი ხვიბყავს, რადგან ხშირად როცა ვსაუბრობ ნიუ-იორკში გაზრდაზე, ყოველთვის ვამბობ, რომ იტალიელები და ებრაელები ძალიან გავართ ერთმანეთს და ძალიან კარგად ვუგებთ. და ანტუანეტ მარი, ის არის Stella Rising Instagram-ზე. ძალიან კლასიანია, ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულია და თუნდაც აგვისტოს სიცხე იყოს გარეთ, მაინც ბეწვის შალი აქვს მოხვეული. დიახ, ის არის ის, ვინც მომწონს. ნახეთ ეს ვიდეო. აგვირდებით, რა ხდება ვირჯინიაში ახლა, ამ საყვარელი ქალბატონის გარშემო, რომელსაც წარბების სალონი აქვს. ეგონა რომ ჭკვიანურად მოიქცეოდა და ებრაელ ქალს გამოიყენებდა, რომ სულევად გამოიყვანა. არა ძვირფასო, შენ თვითონ გამოიყვანე თავის სულევად. ასე რომ, ეს ქალი მოდის მის სალონში და აწერინებს რაღაც დოკუმენტებს, რომ ვიდეოს გადაღების უფლება კონდეს, იღებს მის ფულს და ცოტა ხანს ესაუბრება. მერე კი უცებს სცენარს ცვლის და ეუბნება. ვერ გავაკეთებ, ვეღარ გაგიკეთებ წარბებს, უნდა წახვიდე. და ქალი ხვდება, რომ მას იღებენ, სთხოვს. შეგიძლიათ გთხოვთ, შეწყვიტო ჩემი გადაღება. მე პატრონე პასუხობს. არა, უკვე მოაწერე ხელი რაღაცას. შემიძლია განვაგრძო შენი გადაღება და ფულს არ დაგიბრუნებ, იმიტომ რომ ებრაელი ხარ. ეს არის ის სამყარო, სადაც ეხლა ვცხოვრობთ. თუ ბოლოს დააკვირდებით, ებრაელი ქალის სახეს თუ დააკვირდებით, ის მაგონებს ქალს ან კაცს, რომელსაც ძალადობენ და ფიქრობს, როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და როგორ აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში. ის თავს ძალიან დაუცველად გრძნობს და სურს რომ გამოვიდეს აქედან. ის ასე იყო, ანუ სიმართლე რო გითხრათ, მე ის მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაში ვიპოვე. ვფიქრობ, დედა დონიმ მართლა, დიახ, მართლა. ძალიან აწუხებს ეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ რუკიდან პატარა იტალია მოიღეს. ის ამბობს ბოდიშით და ამხელს ანტისემიტიზმს, რომელსაც ხედავ არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ მთელ მსოფლიოში და უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადო, რადგან ეს გვაძლევს ცოტაოდენ მხარდაჭერას და სიხარულს და მაღიმებს. ძალიან მიყვარს როცა ამას აკეთებ. ჩვენთვის მართლაც ბევრს ნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ებრაელები არ არიან, მაგრამ ჩვენს გვერდით დგანან, ასე რომ უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადო. სრულიად მართალი ხარ და ძალიან მომწონს, როგორ გადაირივნენ იტალიელები მანდანის წინააღმდეგ მართლა სულთის. და ნახე, ნიუ-იორკი ებრაელებმა და იტალიელებმა ააშენეს. ესენი არიან ნიუ-იორკის პირველი ემიგრანტები, რომლებმაც ნიუ-იორკი დღევანდელ სახეს მისცეს. და ეს ჯიხადისტი, სოციალისტი ცდილობს ყველაფერი დაანგრიოს. მაგრამ ხომ იცი, როცა ებრაელებს ეხები, ებრაელები ვცდილობთ შეუმჩნევლები ვიყოთ. იტალიელები. ნახე, რო სტეიტენ აილენდში იყო გასულ კვირას. იქიდან დაუსტვინეს და გააგდეს. იტალიელები ძალიან მამხიარულებენ, განსაკუთრებით მაფიოზებთან. ერთი აქედან, ვის ეთამაშები? და ის ერთ-ერთია მათ შორის. მეც დავიწყე მისი თვალყურის დევნება ბოლო რამდენიმე კვირაში. ის ფანტასტიკურია და ყოველი წუთი მომწონს. იტალიელებს ბევრი ხიბლი აქვთ, მართლა აკრიტიკებენ მას და სინამდვილეში შავკანიანთა საზოგადოებიდანაც ბევრი აკრიტიკებს მას. მანდანი. ისინი იწყებენ იმის გაგებას, ვინ არის ის. მე ვფიქრობ, ხედავენ კულისებს მიღმამ. და როგორც ჩანს, ვიღაცამ კიდევ მითხრა, რომ ნიუ-იორკში ნაგვის შეგროვების ყველა თანამშრომელი იტალიელია. და ეხლა ისინი ნაგავს აღარ აგროვებენ, უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ დონი ცუდად წარმოაჩინონ. და ასე რომ მათ დიდი ცერემონია ჰქონდათ და როგორც ჩანს, ყველგან ნაგვის გროვები იყო
იმიტომ რომ იტალიელები ასე არიან. ხო, ჩვენთან თამაში გინდა? ჩვენც მოგდგებით. ნახე. ისინი არ არიან ნიუ-იორკის ლიბერალი ებრაელებივით. არა, ისინი ჩვენთან ვერაფერს გააწყობ. ჩვენთან ვერაფერს გააწყობ და ისინი ამას მართლა გულისხმობენ. დიახ, ემილი, ვინ არის შენი გმირი ამ კვირაში? ყოველ კვირას როცა სახლში ვარ, ჩემს პარტნიორს ილსებს ვეკითხები, ვის უნდა შევხვდე? რას ფიქრობ, ვინ უნდა გავხადო კვირის გმირი? და ყოველ კვირას გამონაკლისის გარეშე ის ამბობს, მე გამხადე კვირის გმირი. ეხლა საბოლოოდ ეს მომენტიც დადგა. ანუ მე ცოტა მიკერძოებული ვარ. ბევრი რამე აქვს, რაც მომწონს, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა აღნიშნო რაღაც, რაც მართლა გმირული იყო და რაც მან გასულ კვირას გადაიტანა. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავით. მან მიიღო მონაწილეობა დებატებში, რომელიც ასე იყო ფორმატირებული. 1 ადამიანი ისრაელის მხარდამჭერი და 10 ადამიანი ისრაელის წინააღმდეგი. დებატების მსვლელობისას ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ რამდენი საათის განმავლობაში. ახლა ერთ-ერთი დებატანტი, რომელსაც დენის პიტოსო ქვია, ასევე ცნობილია როგორც Def Noodles-ი, რაღაც მხრივ alt-right-ის წარმომადგენელია. მე მგონი პოდკასტერის ტიპია რა? სრული წარუმატებელი. ხო, სრული წარუმატებელი. ამტკიცეთ, რომ ამერიკა უპირველესია, როგორც საუბრობდით, ძალიან რადიკალურია და სინამდვილეში კალიფორნიაში, სადაც ცხოვრობს, რესპუბლიკური პარტიიდან ან გააგდეს, ან საჯაროდ დაგმეს. მისი უკიდურესად მემარჯვენე ექსტრემიზმის გამო. ის გროიპერია, ის ნიკ ფუენტესის და სხვა ნეონაცისტების მოკავშირეა. საჯაროდ სწორედ ასეთი ადამიანია. მან ასევე ერთ დროს კონგრესში კენჭის ყრაც სცადა, მაგრამ მხოლოდ პრაიმერიზე გავიდა, სადაც 5%-ზე ნაკლები ხმა მიიღო. როგორც თქვი, ლუზერია. როგორც არ უნდა იყოს, ეს ბიჭი მივიგა, როგორც ერთ-ერთი, იცით, 10 დებატანტიდან არავინ იცოდა ვინ იყო ის. არც მე და არც იოსებს არ გვსმენია მის შესახებ. მე სინამდვილეში ოთახში ვიყავი და ეს ყველაფერი ვნახე. და იმ წამიდან რაც დაჯდა, ცდილობდა ფიზიკური ჩხუბი გამოეწვია. არ ვიცი, ეგონა თუ არა რომ კარგი იდეა იყო ჩხუბის პროვოცირება ვიღაცასთან, ვინც ადრე გოლანის სპეციალური ძალების წევრი იყო და ჰეზბოლას წინააღმდეგ იბრძოდა ლიბანში. მაგრამ ეს ძალიან ცუდი იდეა აღმოჩნდა პატარა დენისისთვის. ჯერ როგორც იცით, პირდაპირ სიტყვები დაემუქრა. დაიწყო ყვირილი, რომ იოსები გენოციდის ჩამდენი ბავშვობის მკვლელია, რომელმაც სკოლები დაბომბა. არ ვიცი, ეს ბიჭი საერთოდ აცნობიერებდა თუ არა, რომ იოსები სინამდვილეში ისრაელის თავდაცვის ძალების ვეტერანია და ამ ომში საერთოდაც არ ყოფილა ღაზაში. მაგრამ ეს არ იყო, იცი, ფაქტები ამ ადამიანებისთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს. ის შემოვიდა თავისი დღის წესრიგით, რაც აშკარად ფიზიკური დაპირისპირება იყო, ხოლო შემთხვევაში რამდენჯერმე სცადა. მან იოსებს სამ სხვადასხვა შემთხვევაში შეუტია მთელი ამ დებატების გადაღების განმავლობაში. ორჯერ ეს კამერაზე დაფიქსირდა. პირველად მან მაგიდა შემოუარა და ცდილობდა, როგორც ჩანდა, იოსებისთვის ყელში წაეტირა ხელი. ის ასევე მუდმივად ცდილობდა, იცით, ფიზიკურად შეეხო მას და სხვადასხვა ჟესტებს აკეთებდა. და როცა იოსებმა უთხრა, ბიჭო, რას აკეთებ, რატომ უნდა ვიჩხუბო შენთან? მე აქ დებატისთვის ვარ მოსული. საერთოდ რას ლაპარაკობ? მან ძალიან გაბრაზებით უპასუხა იოსებს საგინა და კიდევ ბევრი შეურაცხყოფელი სიტყვა უთხრა დებატების განმავლობაში. ცდილობდა დაეშინებინა მაგიდაზე ყვირილით. მაგრამ საქმე ისაა, რომ იოსები საერთოდ არ ირხევა, როგორც ვიდეოში ხედავთ. ის საერთოდ ართოდ არ რეაგირებს. დენისმა სერიოზულად ვერ შეაფასა, ვისთან ჰქონდა საქმე ამ მხრივ. მაგრამ მიზეზი, რატომაც იოსებ ჰადადი ჩემი გმირი ამ კვირაში, არის ის საოცარი თავშეკავება, რაც მან გამოავლინა მთელი ამ ფიასკოს განმავლობაში, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა სინამდვილეში. იოსებმა არ მოახდინა რეაგირება, მან არ წამოეგო ანკესზე და მაშინაც კი, როცა დენისმა მეორედ სცადა თავდასხმა, როცა დებატების დროს იოსების ხელის დაჭერა სცადა. იოსებმა სცადა ხელი გაითავისუფლებინა და საბოლოოდ დენისიც გაიყოლა, რომელიც 6 ფუტზე მეტია სიმაღლეში. მაგიდაზე გადმოათრია, თითქმის შემთხვევით თავი შეეჯახა. და როცა იოსებმა ხელი გაათავისუფლა, ხელი ასწია ისე, თითქოს აპირებდა დაერტყა. შემდეგ ხედავთ, როგორ იკავებს თავს და უკანი ხელს, ასე რომ ძალიან ნათელია ამ სიტუაციაში, ვინ არის აგრესორი და ვის აქვს რეალურად კონტროლი. თუმცა ყველაზე შემზარავი ნაწილი არის ის, რომ დებატის ბოლოს ეს იყო დენისთან მონაკვეთის შემდეგ 1 საათზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. როცა იოსები გატოვა ადგილი, დენისი გარეთ სადგომში ელოდებოდა მას, როგორც შემზარავი მტაცებელი და მაშინვე სცადა კიდევ ერთი ჩხუბის გამოწყება. იოსები უბრალოდ ჩაუარა მას, ას კი იცოდა, არ ღელავდა ამაზე და დაიწყო ადგილის გადაღება. ზურგით დენისისკენ იდგა, რომელმაც შემდეგ მიუახლოვდა და სცადა მისი დახრჩობა. ორი სხვადასხვა ადამიანმა მოაშორა. შემდეგ იოსები შემოbrunდა და იოსებმა ვერ გაიგო, რომ დენისი უკვე ჩამოაშორეს. მაგრამ იოსები შემოbrunდა და საბოლოოდ დართმა მიაყენა ამ დენის თავდაცვის მიზნით. ახლა პოლიციაში შეტყობინება უკვე გაკეთებულია, ისინი იძიებენ, იმედია ეს ადამიანი დააკავებენ ძალადობისთვის, მაგრამ ნახეთ ვიდეო კადრები. დაჯექი. ადეკი. აქ ვარ, აქ ვარ. შენს გვერდით ვარ, შენს გვერდით. აქ ვარ. რაც მინდა იმას გავაკეთე. რა ხდება, როგორ ხარ?
ბიჭებოს. ბიჭებო. მართლა მოდით შევწყვიტოთ ასეთი ყოფნა. აივეთ გვერდით. შენ მოიტანე. გაჩერდი. წაიღეს. ჰეი. ბიჭებო, ამას ვერ გააკეთეთ. ხო, ნუ გადაიღეთ ვიდეოს. ღმერთო, მიდი, შენ უკვე შიგნით ხარ. სცენებში თითქოს შეინარჩუნა სიმშვიდე. კარგი, უბრალოდ ვაპირებდი მეთქვა, რომ ამ ეპიზოდის კიდევ ერთი გმირი ხარ შენ. იმიტომ რომ მართლა ძალიან მშვიდად იყავი. მე პანიკაში ჩავარდებოდი. მგონია რომ ნამდვილად პანიკაში ჩავარდებოდი. და შენ ძალიან მშვიდად იყავი. შენ იცი იღებდი ვიდეოს, მშვიდად გამოდიოდი, შეგიძლია ამას ხმათამიცემა დაარქვა. მაგრამ მართლა ეს ბიჭი დიდი მოლაპარაკეა და აშკარად ჩანს, რომ საერთოდ არ იცის ჩხუბი. იცი, იოსები ბევრად პატარაა იმ ბიჭზე, მაგრამ მაინც ის თავს აცხვენს. თითქოს სხვის მაგივრად მცხვენია ამის ხურებისას და ჩემი საყვარელი ნაწილი ამ ყველაფერში ისაა, რომ ამის შემდეგ იოსები მაინც ცდილობდა გაემართლებინა საკუთარი თავი სოციალურ ქსელებში. ვამბობდი, ხო, იოსები ტრაბახობდა, რომ ბავშვებს კლავდა. ეს მის გონებაში არასოდეს ყოფილა რეალობა, მხოლოდ ფანტაზიაა. მაგრამ დავუშვათ ასე იყო. დავუშვათ მართლა მოხდა ასე, რომ იოსები შევიდა და თქვა: "დიახ, მე ბავშვებს კლავ, შეეგუეთ ამას." როგორ გაძლევს ეს უფლებას, რომ ვინმეს ფიზიკურად დაესხა თავს? ზუსტად. ეს იდეა, რომ გაქვს უფლება ძალა თავად გამოიყენო, როცა სამართალდამცველი არ ხარ, სიგიჟეა. და ძალადობის ნორმალიზება ადამიანების მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეთანხმები მათ, რაც როგორც წესი ყოველთვის ებრაელებს ეხება ბოლო პერიოდში, სრულიად მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება ყველა დასალურ ღირებულებას და რა თქმა უნდა, ყველა იმ ამერიკულ ღირებულებას, რაც გვაქვს. და ყველა, ვინც საკუთარ თავს პატრიოტად ან ამერიკელად მოიხსენიებს, ან ამბობს, რომ ამ ღირებულებებს აფასებს, უნდა რცხვენოდეს. თუ ასეთი ქცევის გამართლებას ცდილობენ, იქნება ეს ებრაელების წინააღმდეგ, თუ ისრაელის სახელმწიფოს მხარდამჭერი არაბი ისრაელების წინააღმდეგ, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის წინააღმდეგ, ვისთანაც რომელიმე საკითხზე არ ეთანხმები. დიახ. ამინ. ანუ ფიქრობ, პოლიტიკური ძალადობა კონტროლიდან გამოვიდა. ხალხი დაესხდება მაშინ, როცა ვეღარ ახერხებ ნორმალურ საუბარს იმ ადამიანებთან, ვინც შენს აზრს არ იზიარებს. რაც მოდის ეგრეთ წოდებული გაუქმების კულტურიდან. რომ ეხლა ვეღარ ვესაუბრები შენ, რადგან არ გეთანხმები. ზუსტად ისე, როგორც ის მეორე ქალი წარბებიდან. ეს აბსოლუტურად აბსურდულია. იოსეფი ნამდვილად გმირია, ძალიან მიხარია, რომ ისრაელის მედიამ ეს შეამჩნია და იოსეფი კიდევ უფრო დიდ გმირად იქცა ისრაელში. ის იმსახურებს ამას და შენც იმსახურებ, ემილი. შენც უნდა დაგამატო აქ. მართლა როგორ შეინარჩუნე სიმშვიდე, ეს მართლაც საოცარია. და არ მესმის, რატო უნდა დაბრუნდე სახლში, კალიფორნიაში, შენი ოჯახის სანახავად და ასეთ რაღაცებს აწყდებოდე. ეს აბსურდია. კარგი. რუთი, ვინ არის შენი გმირი ამ კვირაში? მარკო რუბიო. სახელმწიფო მდივანი, მიყვარს 5-დან 5. ეს არის ის, რასაც ისინი პირდაპირ მარკო რუბიოს ფანს ეძახიან. მაგრამ ამჯერად მინდა ვილაპარაკო რაღაცაზე, რაც მხოლოდ პოლიტიკას ეხება. კარგი. მან ინტერვიუ მისცა თავის ცოლთან ერთად, ეს ვნახე, პოდკასტი. და როცა საუბარი შეეხო მაჰას, ამერიკის სკოლავ ჯამთელად გადაქცევას და ჯანდაცვის მდივანზე რობერტ კენედი უმცროსზე, რომელიც ჩემი აზრით სიგიჟემდე ფანატიკოსია ყველა საკითხში, მათ შორის ის ვაქცინების აქტიური მოწინააღმდეგეა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მისი საქმეა და ეს ნორმალურია. ბევრი ადამიანი მისდევს ამ დიეტას. ის, როგორც მარკო რუბიო ამბობს, მერწმუნეთ, ხორცსა და მჟავე კომბოსტოზია. კეტო, ხო, კეტო. მაშასე რუბიო ამბობს, სინამდვილეში მე მხარს უჭერ მაჰას. და მისმა ცოლმა თქვა, არ უჭერ, მე ვუჭერ მხარს, მაგრამ. და მერე ის ამბობს და ის პასუხობს. რას გულისხმობ? შენ პოპტარტს ჭამ და მან თქვა, პოპტარტები არის და თუ ვინმეს აუდიტორიაში არ იცის რა არის პოპტარტი, იმ შემთხვევაში თუ ამერიკელი არ ხართ, ეს უბრალოდ ეს არის ერთგვარი ბრტყელი, უსარგებლო საკვები ტარტი, რომელსაც ტოსტერში დებენ. ის ბრტყელი და კვადრატული არა, ოვალური კი არა, წაგრძელებულია. და თქვენ აწყობთ მას ტოსტერში. და ერთ წუთში გაქვთ ეს ცხელი ტკბილეული შიგთავსით, ხილის შიგთავსით. და ის გამოიგონეს 1964 წელს. ეს იყო სრულიად შესანიშნავი საუზმის უსარგებლო საკვები. და მან თქვა, ეს ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესი გამოგონებაა. მაჰას მხარეს ხარ? მე მაჰას მხარეს ვარ. ვფიქრობ, ხალხი ჯამთელი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, საბოლოოდ ბოლოს ის საერთოდ არ არის. რას ჭამს? პოპტარტს. არა, მე ავჭამ პოპტარტს ყოველდღე. კარგი. ტკბილეულს პოპტარტი ჭამს. ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ინოვაციაა მსოფლიო ისტორიაში. თუ დაფიქრდები ის ყველაფერს ჭამს, რასაც არ უნდა ჭამდე. ყველაფერს ერთიანად. მაგალითად რას? რას ჭამ? რაც არ უნდა ვჭამო ამო. ნატინის გარდა. ყველაფერი. ყველაფერი, რაც შაქარია, შენ აუცილებლად შეჭამ. და მიზეზი, რატომაც ეს ძალიან მომწონს, ისაა, რომ მგონია ყველაფერს ძალიან სერიოზულად იღებს და მას შეეძლო საკუთარ თავზე გაეცინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოლი ეუბნებოდა, იცი, ჯამრთელი არ ხარ.
და კიდევ იმიტომ, რომ ჯანმრთელობა უნდა ვთქვა მუდასავითაა, როგორც ყველაფერი სხვა. ერთი წუთით არ უნდა ჭამო წითელი ხორცი. შემდეგი წუთით მხოლოდ წითელი ხორცი უნდა ჭამო. შემდეგი წუთით კვერცხი ცუდია, მერე კარგია. მერე კი დიეტები ან შიმშილობა, იცი, ასე გრძელდება. რაც არ უნდა იყოს. და მან აღიარა, რომ ის რაც მას მოსწონს, არის რაღაც უსარგებლო, რასაც ტოსტერში აცხობს და სავსეა შაქრით. და მე ვფიქრობდი, რომ ეს შესანიშნავი იყო. ფიქრობ, მან მართლაც ბევრი მოწონება დაიმსახურა, რომ პოპ-ტარტებზე ისაუბრა, რადგან ხალხს მართლა ძალიან უყვარს ეგ. და უნდა ვთქვა, რომ თვითონ RFK ჯუნიორმა კიდეც გაახუმრა მასზე. გაბრაზების ნაცვლად ერთმანეთში ხუმრობდნენ. ინტელექტუალური კაცი, ზუსტად. ამიტომ ფიქრობ, რუბიო კიდევ და კიდევ ამტკიცებს, რომ ის ისეთია, როგორიც არის. ის არ თამაშობს, როგორც JD Vance, რომელმაც სრულიად ახალი იმიჯი შექმნა. იცით, რუბიო ისეთია, როგორიც არის. ის კარგი ადამიანია. ის უბრალო ადამიანია. ასევე ძალიან ჭკვიანია, ძალიან პროდუქტიულია, ძალიან იცით ბრძენია. და იმედი მაქვს ამერიკა დაინახავს ვინ არის სინამდვილეში. იცით, თეთრმა სახმა მას აჩუქა უზარმაზარი პოსტერი, რომელზეც ყველა მემი იყო გამოსახული, რომლებიც სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა სხვადასხვა. მას არსებობს მისი მემი თითქმის ყველა როლში და ყველა ხუმრობს იმაზე, როგორ ნიშნავს ტრამპი მას სულ ახალ თანამდებობებს. 4 სამსახური, ხო, თითქოს მას მილიონი სამსახური აქვს და ამიტომ ყველა მემში ის სხვადასხვა ტანსაცმელში ან კოსტიუმშია. და ეხლა ის ასევე, იცით, უკვე ყოფილი პრესმდივანიცაა, რაც არ უნდა იყოს. ასე რომ გააკეთეს უზარმაზარი პოსტერი, სადაც ყველა მისი მემია, ხო, ასეა, ძალიან სახალისოა. ჩვენ ყოველთვის გვიყვარს, როცა მარკო რუბიო გმირია, რადგან ის ნამდვილად იმსახურებს ამას. და მე ვფიქრობ, სინამდვილეში ეს მისთვის კარგი იქნება, რადგან წლის ბოლოსთვის მე ვიწინასწარმეტყველებ, რომ შეიძლება კუბა, კომუნისტური კუბა დაეცეს. და ეს იქნება რაღაც, რასაც ის იტყვის. ის კუბური ოჯახიდან მოდის. ბევრი კუბელი ძალიან მძაფრად გძნობს, რომ კომუნიზმმა ფაქტობრივად გაანადგურა ქვეყანა. რაც ასეა კიდეც. იმედი მაქვს, რომ მასაც მიეცემა ამის ნახვის შესაძლებლობა, რომ ეს წრე მისთვის დაიხუროს. და ის შესანიშნავია. კარგი, მადლობა, რუთი, ეს ნამდვილად ღირსეული გმირია. არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი იქნება. ეხლა სპორტს მიუბრუნდები. დიახ, ყველაზე ნაკლებად სპორტული ადამიანი. აქ სპორტზე ვსაუბრობ, რადგან ყოველთვის ძალიან ვამაყობ, როცა ჩვენი რომელიმე სპორტსმენი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ არ გვაქვს უსასრულო ბიუჯეტები ჩვენი სპორტსმენების მოსამზადებლად. სინამდვილეში, ზოგჯერ საკმაოდ სამწუხაროა, როგორ არ ვახერხებთ საკმარისად ინვესტირებას ჩვენ სპორტსმენებსა და მუსიკოსებში. მაგრამ არის შესანიშნავი ეთიოპიელი ისრაელი მორბენალი, გაშაუ აიალი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე, ათლეტიკის ჩემპიონატზე და მან გაიმარჯვა და თავისი გამარჯვება თავის ქვეყანას მიუძღვნა, რადგან ის ესეთი პატრიოტია. ნახეთ ეს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ისრაელის ხალხს, რომ მოგცით უფლება ღირსეულად წარმოგედგინეთ და ეს ჩვენთვის დიდი პატივია. პირადად ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მედლის მოპოვება შევძელი ევროპის ჩემპიონატზე. მინდა ჩემი მედალია პირადად მთელ ისრაელის ხალხს მიუძღვნა. ძალიან მიყვარხართ და მომავალ წელს შევხვდებით. იცით, ჩვენ სპორტსმენებს უდგავართ გვერდით. ისინი მთელ მსოფლიოში დიდ პატივს გვინარჩუნებენ. ძალიან რთულ პირობებში უწევთ გამოსვლა, რადგან ზოგჯერ ხალხი უსტვენს, როცა ისინი გამოდიან. ისინი ისეთ სირთულეებს აწყდებიან, რასაც სხვები საერთოდ არ აწყდებიან. იგივე ეხება ჩვენს მომღერლებს ევროვიზიაზეც. ასევე ჩვენი სპორტსმენებიც მთელ მსოფლიოში, გასულ კვირას ყავდა ძიუდოს ჩემპიონი, საოცარი ახალგაზრდა ქალი და დღეს განსაკუთრებით ამაყივარ იმით, რომ ის ეთიოპიელი ისრაელელია. ჩვენი უმცირესობების წარმომადგენელი ისრაელში, რითაც ძალიან ვამაყობთ. გაშაუ აიალი, შენ ხარ ჩემი კვირის გმირი. ეს ინსტაგრამზე ვნახე და მე ძალიან ვიამაყე, ეს მართლაც სასიამოვნო იყო ამის ნახვა. მან ოქრო მოიგო, ეს დაუჯერებელია. ხვდები რას გულისხმობ. შენ ოქრო მოიგე. აბა ძალიან რთულია იგასვლა, როცა ასეთი ხმაურიანი ხალხია, ასეთი აჟიოტაჟია და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. იცი, მე სინამდვილეში მოუწოდები ყველა იმ ადამიანს, ვინც ავიწროებს, იცი, შემთხვევით ებრაელებს მსოფლიოს გარშემო და შემთხვევით ისრაელელებს დასვენებისას, მე სინამდვილეში მოუწოდებდი მათ, რომ წავიდნენ და ისრაელის ძიუდოს გუნდს ავიწროონ. დიახ, განსაკუთრებით ქალები. ჩვენ ხედავთ მათ მიადექით. იმ ქალებს, ვინც ვარჯიშობს, შემდეგ ჯერზე როცა იოსეფი სადმე წავა, ჩვენ ძიუდოისტებს გავუშვებთ. აბა და იტალიელებთან ერთად ნიუ-იორკში ეს შესანიშნავი იქნებოდა. წავიდეთ. მე ვარ იაჰი. დიახ. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია შევქმნათ ბრბო, რომელიც ნებისმიერ ამ წაგებულს ლურჯით მით გაუტოლდება. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ძალიან გვესიამოვნა თქვენთან ერთად ყველაფრის განხილვა. გლოცულობთ სიმშვიდისთვის, ვლოცულობთ ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების გამოჯამთელებისთვის. ვლოცულობთ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც ამ საშინელ ომში შვილები დაკარგეს, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია. იმედია მომავალ კვირას ისევ გნახავთ. დიდი მადლობა ყურებისთვის.